თუშეთის რაიონის ბუფერული ზონის სოფლების მოსახლეობის თხოვნით პრეზიდენტობის კანდიდატი ნესტან კირთაძე დღეს თუშეთის რაიონში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც უხუცესები, ასევე ახალგაზრდებიც. ბუფერული სოფლების მოსახლეობა მთავრობას უყურადღებობაში ადანაშაულებს. მათი განცხადებით, სოფლებს არ აქვთ ერთმანეთთან მისასვლელი გზები, სამედიცინო ამბულატორია, სასმელი და სარწყავი წყალის სოციალური დახმარებები. ნესტან კირთაძე ბუფერული ზონის სოფლების, ისევე როგორც თუშეთის რაიონის მოსახლეობის პრობლემების შესახებ პრემიერ-მინისტრისთვის სპეციალურ მიმართვას ამზადებს. ეს სოფლები ყურადღებას იქცევენ თავიანთი უზარმაზარი პრობლემებით. სოფელს უგზოობა სჭირს, აბსოლუტურად არ არის საკომუნიკაციო გზა, არ აქვს სოფელს ამბულატორია, ვერ ხერხდება კომუნიკაცია მთელი ზამთრის პირობებში. ადამიანებს უხსნიან სოციალურ დახმარებებს. მოკლედ, სოფელი არის გაუკაცრიელების, სოფელი არის ხელჩაქნეულობისა და იმედდაკარგულობის ზღვარზე. სოფელი შუახევი ეს მარტო ერთი სოფელი არ არის, იმიტომ რომ გარშემო ოსური მოსახლეობით სხვა სოფლებიც არიან, ეს არის ქვიტკვირიწყარო, კოდიწყარო, კადოეთი, ძიტამური, ქისიანი და ისინიც ძალიან ცუდ დღეში არიან. ეს დიდი გაჭირვება ჩვენ თითქმის უკვე ეს არეულობა რომ მოხდა მასაკეთ არის. ბევრინი მოდიან, როცა უჭირთ, როცა არჩევნებია, პირდებიან, დაპირებები ბევრი მივიღეთ, მაგრამ გაკეთებული საქმე ჩვენ არ გვინახია.